გამარჯობა, მე რატი ვარ მუჯრი ჟურნალისტი. დღეს 10 ივლისია, თქვენ უყურებთ პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ქართულენოვან პროექტს VT საქართველოს ნიუსი. ინტერვიუ 4 ვარსკვლავიან გენერალ ჰოჯესთან, ჩართვა შეერთებული შტატებიდან და ტრამპის კავკასიური პოლიტიკა. ჩვენი გუნდი დღეს ნატოს სამიტს აჯამებს. გადაწყვეტი შეთანხმებები ნატოს სამიტის კვალდაკვალ უკრაინის მიერ რუსეთზე მიტანილი იერიშები, მზარდი წნეხი პუტინზე და ბირთვული იარაღის გამოყენების პერსპექტივა. ეს იყო ამერიკელ გენერალთან საუბრის ძირითადი საკითხები. შეერთებული შტატების ევროპის სარდლობის ყოფილი უფროსი გენერალი 4 ვარსკვლავით VT საქართველოს ნიუსის გუნდთან საუბრობს ყველა საკვანძო საკითხზე, რაც გლობალურ უსაფრთხოებას უკავშირდება. რა თქმა უნდა, ინტერვიუს არჩეულია საქართველოზე საუბრის გარეშე. ჯერ რუსეთი უნდა დამარცხდეს. ასე შეიძლება შეჯამდეს ის ინტერვიუ, რომლის ნაწყვეტიც ახლა უნდა შემოგთავაზოთ, სრული ვერსია კი შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს YouTube და Facebook გვერდებზე. ბატონო გენერალო, მადლობა თქვენი დროისთვის. ანკარაში გამართული ნატოს სამიტით დავიწყოთ, რა არის ძირითადი შედეგები, რაც მივიღეთ. სამი რამ უნდა აღვნიშნოთ. პირველი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო, რომ ბოლოს ერთიანობის განცდა გაჩნდა. ყველაფერი უხეშად დაიწყო, პრეზიდენტიც უწუნობდა ესპანეთზე და სხვა ქვეყნებზე, რომ ირანში არ დაეხმარენ. ასევე კვლავ წამოჭრა გრენლანდიის თემა, მაგრამ სამიტის ბოლოს ყველაფერი კარგად იყო, რაც ნებისმიერი სამიტის მიზანია. მეორე, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, ეს არის ევროპული ქვეყნების მიერ თავდაცვაში განხორციელებული მნიშვნელოვანი ინვესტიციების დემონსტრირება. ჩვენება, რომ მზად არიან თანამშრომლობისთვის, ამან შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და მესამე, რა თქმა უნდა, იყო უკრაინის მხარდაჭერა. სწორედ პატრიოტების ლიცენზიაზე მინდა კითხოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ნაბიჯი, ერთია პოლიტიკური საკითხი, თუმცა მისი წარმოება წმინდა ტექნიკური თვალსაზრისით საკმაოდ გრძელვადიანი და რთული საკითხია. აქედან გამომდინარე, რა შეგვიძლია ვთქვათ? დიახ, რა თქმა უნდა, პატრიოტი მსოფლიოში საუკეთესო სისტემაა ბალისტიკური რაკეტების ჩამოსაგდებად, მაგრამ კარგად არის ცნობილი, რომ რთული სისტემაა. უნიკალური მიწოდების ჯაჭვის შექმნას დიდი დრო სჭირდება. შრომა. ეს ყველაფერი ხდის მას ასე ძლიერს. ამიტომ გარკვეული დრო დასჭირდება. თუ დაუშვებთ, რომ ლიცენზირება რეალურად მოხდება და თუ ვივარაუდებთ, რომ უკრაინაში ამის გასაკეთებლად ადგილს იპოვნიან, ან შესაძლოა უკრაინის გარეთაც, ამას გარკვეული დრო მაინც დასჭირდება. სანამ წარმოების მნიშვნელოვანას დასდავინახავთ, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ თუ ვინმე შეუძლია ამის სწრაფად გაკეთება, ეს უკრაინა იქნება. ვგულისხმობ, რომ წარმოუდგენელ ვადებში ახერხებენ ისინი რაღაცეებს. არაფერი ხდება სტანდარტულად, როცა უკრაინაში რამის კეთებას იწყებენ. ჩვენ ხედავთ, რომ უკრაინა საკუთარი წარმოების შეიარაღებით რუსეთის სიღრმეში ძალიან მნიშვნელოვან დარტყმებს აწარმოებს, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. რას ცვლის ეს ყველაფერი ომის მიმდინარეობაში? ვფიქრობ, უკრაინამ შეიმუშავა სტრატეგია, რომელიც მას გამარჯვების გზაზე აყენებს. რუსეთის ნავთობისა და გაზის ექსპორტის პოტენციალის განადგურება, რაც ფინანსური რესურსების მოპოვებას ძალიან გაართულებს. ომში დარჩენა ნიშნავს, რომ მათ არ შეუძლიათ ნავთობის და გაზის ექსპორტი ჩინეთსა და ინდოეთში. შემდეგ ვფიქრობ, მათთვის ამის გაგრძელება ძალიან რთული ხდება. ეს ამ ზაფხულს არ მოხდება, მაგრამ მომავალი წლის ზაფხულის მომდევნო თვეებში ეს შესაძლებელია. ზოგჯერ, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ ამას ნამდვილად მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. მეორე მხრივ, რუსები ახლა გრძნობენ ამ ომის შედეგებს, როდესაც მათ რიგში დგომა უწევთ ბენზინის შესაძენად, მათ შორის მოსკოვშიც. მე ვფიქრობ, რომ ახლა ალბათ რეალური უკმაყოფილება გროვდება. არ ველოდები, რომ რუსები ქუჩაში გავლენ. ვფიქრობ, ტრადიციულად რუსულ სტილში მოიქცევიან, თავს დახრიან და შეეგუებიან, რომ ცუდი ცხოვრება აქვთ. ბრძოლის დროს რომ დაუბრუნდეთ, რა სიტუაციაა ახლა იქ და როგორია ბალანსი ფრონტზე რუსული და უკრაინულ არმიებს შორის თქვენი თვალსაზრისით? დაარტყეს ყველაფერს, ლოგისტიკას, საზღვაო ინფრასტრუქტურას, საჰაერო თავდაცვის რადარებს და მთავარ შტაბებს. ყველაფერზე დარტყმები ხდება. ყირიმში შეუძლებელი გახდა ამ დარტყმების თავიდან აცილება. ჩემი აზრით, ეს პრობლემა კრემლისთვის სულ უფრო გაიზრდება და წარმოქმნის ვითარებას, როდესაც რუსები უნდა გავიდნენ ყირიმიდან. გასაგებია, ეს ერთ დღეში არ მოხდება, მაგრამ ასევე არ ვფიქრობ, რომ რუსულმა ჯარებმა რაიმე პროგრესის მიღწევა შეძლონ. შეხედეთ, სად არიან ახლა ისინი რუკაზე. ისინი იქ არიან, სადაც იყვნენ ერთი და
თქვენ წარმოიდგინეთ 12 წლის წინაც კი. რამდენიმე წლიანი ომის შემდეგ ისინი აკონტროლებენ უკრაინის აღმოსავლეთის პრაქტიკულად იგივე ნაწილს. ზუსტად თქმა არ შემიძლია, მაგრამ როდესაც ვფიქრობ რუსების მოსალოდნელ სრულმასშტაბიან მობილიზაციაზე, რომელსაც ამ ზაფხულს გეგმავენ და რის გამოც უკვე მოითხოვეს საზღვრების ჩაკეტვა საქართველოსთან, აზერბაიჯანთან და ყაზახეთთან, მოგეხსენებათ უკვე ჩაკეტილია ლატვია, ფინეთი და ესტონეთი. რა თქმა უნდა, მათ უნდათ რომ ხალხი რუსეთში ჩატოვონ და დაიწყონ მზადება მობილიზაციისთვის. შემდეგი კითხვა სწორედ ყირიმს ეხება, ჩვენ ნახეთ ძალიან წარმატებული უკრაინული დარტყმები და ამ მხრივ რა სტრატეგიული მნიშვნელობას იძენს ყირიმი უკრაინის დეოკუპაციის საკითხში. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ყირიმი არის გადამწყვეტი ტერიტორია ამ ომში. პუტინს ჩამოყალიბებული აქვს პოლიტიკური და ემოციური ბმა ყირიმთან და ისტორიული მნიშვნელობა ეკატერინე დიდის დროიდან მოყოლებული. პრაქტიკული თვალსაზრისით კი, თუ რუსეთი ინარჩუნებს კონტროლს ყირიმზე, ის ინარჩუნებს დომინაციას შავი ზღვის დასავლეთ ნაწილში. აქვს ზეწოლის საშუალება ოდესიდან და მიკოლოევიდან გამომდინარე საზღვაო სავაჭრო მიმოსვლაზე. ასევე სამხედრო ოპერაციების განხორციელების პლაცდარმია სამხრეთ უკრაინის წინააღმდეგ და ბლოკავს აზოვის ზღვას. ამიტომ თუ რუსეთი ყირიმში დამარცხდება, ეს იქნება არა მხოლოდ პრაქტიკული, არამედ ფსიქოლოგიურად გადამწყვეტი და რაც მთავარია, ძალიან რთული იქნება კრემლის მხრიდან ამის ახსნა. თუკის შექმნილ სიტუაციას და რუსეთზე მზარდ ზეწოლას გავითვალისწინებთ, როგორ ფიქრობთ, რა შანსია რომ პუტინმა ბირთვული იარაღი გამოიყენოს? მართალია, მათ დიდი ოდენობით ბირთვული იარაღი აქვთ და არც მოსახლეობის მსხვერპლი ადარდებთ, მათ შორის საკუთარის, მაგრამ ნებისმიერი სახის ბირთვული იარაღის გამოყენების ალბათობა მაინც ძალიან დაბალია. რადგან არ არსებობს ბირთვული იარაღის გამოყენების ხელშესახების სარგებელი, არ არსებობს ომის ველზე ადგილი, სადაც ამ იარაღის გამოყენებით რაიმე შედეგის მიღება შეიძლება. ასევე უკრაინელებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ მათ არ აღელვებთ ბირთვული იარაღის გამოყენების საკითხი. ჩინეთის პრეზიდენტმა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე ცალსახად განუცხადეს რუსებს, რომ არ უნდა გამოიყენონ ბირთვული იარაღი, მიუხედავად იმისა, რომ ორივე ლიდერს სურს ჰქონდეს შეუზღუდავი წვდობა იაპ-რუსულ გაზზე და ნავთობზე. და ზოგადად, როცა ვფიქრობ, რაში უნდა დასჭირდეთ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება, მივდივართ დასკვნამდე, რომ მხოლოდ შეშინებისთვის, რადგან ევროპელები და ამერიკელები ბაიდენის ადმინისტრაციისგან ძალიან ღელავდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ ბირთვული ესკალაციისგან თავის ასარიდებლად. რუსები ამას ხედავდნენ და ღიად იმუქრებოდნენ. მედვედევი აკეთებდა ყოველ 2-3 კვირაში განცხადებებს, რათა შეეხსენებინა მსოფლიოსთვის, რომ რუსებს აქვთ ბირთვული იარაღი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამის ალბათობა ძალიან დაბალია. ნატოს რომ დაუბრუნდეთ, საქართველო იქ არ იყო, არ მიიწვიეს, რა შედეგები ექნება ამას საქართველოსთვის? იმედია, ერთ დღეს ჩვენ დაუბრუნდებით საქართველოს პერსპექტივას, არა მხოლოდ ნატოში გაერთიანების კუთხით, არამედ ევროკავშირშიც. შემაფერხებელი, რა თქმა უნდა, არის საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც საქართველოს ამ გზიდან გადაახვევინა. რა თქმა უნდა, რუსეთსაც არ აქვს არც ინტერესი და არც სურვილი საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციის. იქნება ეს ნატო, ევროკავშირი თუ რამე სხვა. ისინი ყველაფერს გააკეთებენ ამ პროცესის ძირის გამოსათხრელად. და ბოლოს ინსაიდერი, Der Spiegel-ი, ასევე Le Monde ანგარიშში ისინი ამბობენ, რომ არსებობს დოკუმენტები, რომელიც ააშკარავებს ჩინეთის და რუსეთის პარტნიორობას ისეთი იარაღის შესაქმნელად, რომელსაც ვერც ერთი ქვეყანა დამოუკიდებლად ვერ განავითარებდა. მათ შორის სტარლინკების საწინააღმდეგო სხვადასხვა პროგრამულ უზრუნველყოფას, ჩამხშობ მოწყობილობებს, გარდა ამისა ცნობილია, რომ რუსეთი და ჩინეთი ავითარებენ ანტისატელიტურ შესაძლებლობებს, რომლებიც გამიზნულია ორბიტაზე თანამგზავრების ფიზიკური განადგურებით. რამდენად შეიძლება ეს განვიხილოთ, რამდენად განიხილავთ თქვენ ამ ყველაფერს, რომ სი ძინპინის მთავრობა ემზადება დიდი ომისთვის, თუნდაც ამერიკის შეერთებულ შტატებთან? ის, რასაც თქვენ აღწერთ, ეს არის იმ შესაძლებლობების წყარო, რომელიც ჩინეთს დასჭირდება თუ ამას გაკეთებას გადაწყვეტს. მაგრამ ვფიქრობ, თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი გამოვკვეთეთ. პირველ რიგში, რუსეთი უნდა დამარცხდეს. თუ უკრაინა რუსეთს დაამარცხებს, ჩინეთს აღარ ეყოლება ასეთი პარტნიორი, რომელთანაც ამ ტექნოლოგიების გამოცდას და დახვეწას შეძლებს. ამასთანავე, ეს მნიშვნელოვნად შეაფერხებს ჩინეთის წვდომას იაპ-რუსულ ნავთობსა და გაზზე. ამიტომ პირველ რიგში რუსეთი უნდა დამარცხდეს, როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს არსებობდა სტრატეგია, ჯერ გერმანია უნდა დამარცხდეს. დღეს სტრატეგია უნდა იყოს, ჯერ რუსეთი უნდა დამარცხდეს. ბატონო გენერალო, მადლობა თქვენი დროისთვის და ამ შესაძლებლობისთვის.
შეგახსენებთ, ეს იყო მხოლოდ ნაწყვეტი ვრცელი ინტერვიუდან, სრული ინტერვიუ საქართველოს ნიუსის სოციალური მედიის პლატფორმებზეა ხელმისაწვდომი. აქვე გთხოვთ გამოიწეროთ ისინი როგორც Facebook-ზე, ასევე YouTube-ზე. სამიც, რომელიც გარშემოც გენერალთან საუბრობდით, უხერხულობის გარეშე არჩაულია. რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა სტუმარი სახელმწიფოების მეთაურებს ტრადიციულად სამახსოვრო საჩუქრები დაურიგა. თუმცა, თავად საჩუქრები არ იყო ტრადიციული. თურქული წარმოების რევოლვერი. იმის დასტურად, რომ ეს მხოლოდ სუვენირი არაა, თურქეთის პრეზიდენტმა სასაჩუქრე პაკეტს მასრებიც მიაყოლა. იარაღის გადატანა და ფლობა სხვადასხვა ტიპის კანონით რეგულირდება ნატოს წევრი ქვეყნების სხვადასხვა ქვეყანაში, შესაბამისად, რამდენიმე სახელმწიფოს მეთაურს გარკვეული უხერხულობაც შეხვდა. თემა ფართოდ განხილვის საგანია დასავლურ მედიაში. როგორი იქნებოდა შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პოზიცია უკრაინის ევროპელი მოკავშირეებისა და თავად ალიანსის მიმართ? ეს იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც სამიტამდე არსებობდა. რა პასუხი გასცა სამიტმა ამ კითხვებს და რა საკითხები დარჩა ღიად? ამ თემაზე შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ძალების თადარიგის სრულ რეარ ადმირალს მარკ მონტგომერის ესაუბრა Independence Avenue მედიას აღმასრულებელი რედაქტორი ქართლ შარაშეინძე და ის ახლა ვაშინგტონიდან გვერდება. რთული დასაწყისის მიუხედავად შეიძლება ითქვას, რომ ნატო სამიტი წარმატებული იყო. ასე აფასებს ანკარაში გამართულ ალიანსის სამიტს შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ფლოტის თადარიგის ადმირალი. მარკ მონტგომერი საუბრობს სამიტის მნიშვნელოვან მიღწევებზე, თუმცა ამასთან ერთად ის ამბობს, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის გრძელვადიან პოლიტიკასთან დაკავშირებით ევროპელ მოკავშირეებს კვლავ სიფრთხილე მართებთ. ვიტყოდი, რომ სამიტი წარმატებული იყო. უპირველესად სამიტებისთვის წარმატების მიღწევის ზღვარი არც ისე მაღალია. მეორე კი ისაა, რომ მიუხედავად ძალიან ცუდი დასაწყისისა, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი ყოველგვარი აშკარა მიზეზების გარეშე დაუპირისპირდა ევროპელ მოკავშირეებს, საბოლოოდ სამიტი შინაარსიან განხილვაში გადაიზარდა. განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე ომის და უკრაინისთვის საჭირო მხარდაჭერის შესახებ. ეს მნიშვნელოვანი შედეგია, თუმცა არის საკითხები, რომლებიც კვლავ მაფიქრებს, მაგალითად ამერიკის სამხედრო ძალების განლაგება ევროპაში. ეს თემა პირდაპირ არ განხილულა და არ გამოურიცხა, რომ უახლოეს კვირებში ან თვეებში ვიხილოთ შეერთებული შტატების ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ დადებით დინამიკას შეასუსტებს, რომელიც სამიტის ბოლოს გამოჩნდა. ამიტომ ვიტყოდი, რომ სამიტი ცუდად დაიწყო, მაგრამ ძლიერად დასრულდა. რაც შეეხება ტრამპის როგორც მოკავშირის სანდოობას, ფიქრობ, ამის შესახებ სამიტამდე არსებული შეხედულება არ შეცვლილა. მიზეზი ისაა, რომ ძალიან ბევრი რამ უკვე მოხდა. იყო გრენლანდიასთან დაკავშირებული მუქარები, უკრაინის მიმართ მხარდაჭერის შემცირება, ევროპაში ამერიკული ძალების განლაგებასთან დაკავშირებული ნაბიჯები, რომლებიც პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში მოკავშირეებთან კონსულტაციის გარეშე გადაიდგა. ეს ყველაფერი უკვე მოხდა და ამას ვეღარ წაშლი. ამიტომ ფიქრობ, რომ ამერიკის ნატოელი მოკავშირეებისთვის გონივრული იქნება პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში სიფრთხილე შეინარჩუნონ. მონტგომერის შეფასებით, ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინის მიმართ ახლა უკვე შესაძლოა განსხვავებულ მიდგომას იჩენდეს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია პრეზიდენტ ტრამპის განცხადება იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატები უკრაინას უფლებას მისცემს პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემები თავად აწარმოოს. თუმცა მისივე თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინამ შეინარჩუნოს თავდაცვის სისტემების საკუთარი წარმოება. რუსეთის პოზიციაში რო ვიყო შეშფოთებული ვიქნებოდი. სამიტმა სცადა უკრაინის ყველაზე დიდი სისუსტის, საჰაერო თავდაცვისთვის საჭირო გზაგადამჭრელი რაკეტების დეფიციტის მოგვარება. ასევე იყო საუბარი იმაზე, როგორ შეიძლება ერთად ვიმუშაოთ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად. ეს ისეთი თემებია, რომლის შესახებაც შეერთებული შტატებისგან არც ბაიდენის და არც ტრამპის ადმინისტრაციის დროს აქამდე არ მოგვისმენია. ახლა ყველა სიგნალი იმაზე მიუთითებს, რომ უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა უმჯობესდება. ფიქრობ, ეს პირველ რიგში პრეზიდენტ ტრამპის სურვილით არის განპირობებული. ხარი დაუჭიროს გამარჯვებულს. უკრაინა კი აშკარად გამარჯვებულის პოზიციაშია. ამასთან ვფიქრობ, გარღვევა მოხდა იმ რუსულ დეზინფორმაციაში, რომელიც პრეზიდენტის ირგვლივაა. მგონია, რომ ამ გავლენის ნაწილი უკვე დაძლეულია. ამ სამიტის შემდეგ აშკარად შეინიშნება ამერიკის, ევროპისა და უკრაინის თანამშრომლობის გაძლიერებისკენ მიმართული დინამიკა, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ფიქრობ, პრეზიდენტი ტრამპი დღეს ზელენსკის სხვაგვარად უყურებს. არ ვამბობ, რომ შობას მას ვახშამზე მიიწევს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ტრამპი ახლა ზელენსკის გამარჯვებულად აღიქვამს. მას ესმის, რომ უკრაინას აქვს როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო სიძლიერე იმისთვის, რომ ეს ომი გადაიტანოს და რუსეთს გაუძლოს. ახლა მთავარი ამოცანაა რუსეთის შეტევების ჩაშლა გაგრძელდეს და წინსვლის შესაძლებლობა არ მიეცეს. ადმირალ მონტგომერის შეფასებით, ანკარის სამიტმა ნატოსთვის პოზიტიური იმპულსი შექმნა. თუმცა ახლა კითხვა ის არის, გადაიზრდება თუ არა ეს მოლოდინები და გზავნილები პოლიტიკურ ნაბიჯებში.
თბილისში კი ტრამპის კავკასიურ პოლიტიკაზე დისკუსია გაიმართა. საქართველოს უნივერსიტეტის უსაფრთხოების პოლიტიკასა და ნაციონალიზმის კვლევის ცენტრის ორგანიზებით სტუდენტებსა და პროფესორებს შორის განხილვის თემა დონალდ ტრამპის მიდგომები იყო. რა ინტერესი აქვს ტრამპის ამერიკას და როგორია პერსპექტივა? ნინო ვარძელაშვილის სიუჟეტი. It's a long time, 35 years. They fought and now they're friends. ამერიკის შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტის კაბინეტში გაფორმებული ისტორიული სამშვიდობო შეთანხმებით მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებები დასრულდა. დონალდ ტრამპის სამხრეთ კავკასიური გეგმის ფარგლებში 2030 წლისთვის ოპერირებას დაიწყებს სატრანსპორტო მარშრუტი ტრიპი. ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ. სამხრეთ კავკასიაში ტრამპის პოლიტიკის ყველაზე გამოკვეთილ შედეგად სწორედ ეს შეთანხმება სახელდება. ტრამპის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში არის ფაქტობრივად უპრეცედენტო, თუ ბოლო 25 წელს ავიღებთ. ჩვენ მსგავსი მიმართულეები ნახეთ და გვახსოვს კლინტონის ადმინისტრაციის დროს, როცა ისწავლობდა ცენტრალური აზიის და კავკასიის დაკავშირებას და შემდგომში ამ ენერგოგზების და სატრანსპორტო კორიდორების ევროპისკენ მიმართულებით დაკავშირებას და დღეს ჩვენ ხედავთ ამის გამეორებას. მე რომ მკითხოთ ცოტა უფრო დიდი მასშტაბებითაც, ჩვენ საბოლოო ჯამში გეოპოლიტიკურ კონტექსტში ვხედავთ რუსეთის დასუსტებას. რეგიონში პუტინის კრემლისტური პოლიტიკის დასუსტებაზე ექსპერტებისთვის აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის გართულებული ურთიერთობებიც მიანიშნებს. კვირის დასაწყისში უკრაინაში სოკარის ბენზინგასამართ სადგურზე მიტანილი იერიშის გამო მკაცრი საპროტესტო ნოტის გადასაცემად აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს. მაშინ, როდესაც სომხეთსა და აზერბაიჯანს საგარეო ვექტორები ჩრდილოეთიდან დასავლეთისკენ გადააქვთ, საქართველო პირიქით კიდევ უფრო უახლოვდება რუსეთს. დღეს საქართველო ყოველთვის ამ მდგომარეობით ამოვარდნილია დიდი სტრატეგიული სურათიდან. ოღონდ შედეგი ის არის, რომ ჩვენ პრაქტიკულად ვენაცვლებით სომხეთს რუსეთზე დამოკიდებულებაში. საქართველო სამხრეთ კავკასიაში არის ყველაზე დაუცველი, ყველაზე სუსტი სახელმწიფო. გარდა იმისა, რომ მას აქვს ყველაზე მცირერიცხოვანი და სუსტად შეიარაღებული ძალები, მას პრაქტიკულად არ გააჩნია ის პარტნიორობები, რომლებიც მეტნაკლებ სტაბილურობას უზრუნველყოფდნენ ბოლო დრომდე. საქართველოსთან ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სტრატეგიული პარტნიორობის ისტორიული შეთანხმება 2023 წლის მიწურულს შეაჩერა. გადაწყვეტილების გადახედვას ტრამპის ადმინისტრაცია არ აპირებს, თუ კი ოცნების ხელისუფლება კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგამს. ჩვენ ცალსახად არ განვიხილებით როგორც მყარი დემოკრატია, არამედ განვიხილებით როგორც ავტორიტარიზმის რაღაც გარკვეულ ფარგლებში არსებული პოლიტიკური სისტემა და ეს არის ის ძირითადი მთავარი პრეტენზია, რაც ამერიკულ მხარეს გააჩნია, ხოლო ამ ძირითადი პრეტენზიის ასე ვთქვათ მოსპობის შემთხვევაში უკვე სავსებით გაცილებით მარტივად შეიძლება სხვა საკითხებზე დალაგება, როგორც ჩვენ ვამბობთ ქართველები, იქნება ეს ეკონომიკური საკითხები, იქნება ეს სხვა საკითხები, სავაჭრო ფინანსური თუ ასე შემდეგ. საქართველოს შესაძლებლობა დაიბრუნოს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან იყო დისკუსიის ერთ-ერთი საკითხი, რომელიც საქართველოს უნივერსიტეტის უსაფრთხოების პოლიტიკის და ნაციონალიზმის კვლევის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. სპეციალისტები და სტუდენტები მსჯელობდნენ ამერიკის პრეზიდენტის პოლიტიკასა და მის გავლენაზე სამხრეთ კავკასიაში. რომის პროკურატურამ მოსკოვის სასარგებლო ჯაშუშობისთვის ბრალი წაუყენა კარაბინიერების ყოფილ სერჟანტს და იტალიის ჭიდა დაზვერვის სააგენტოს ყოფილ თანამშრომელს. მათ ბრალად ედებათ ჯაშუშობა, კომპიუტერულ სისტემებში უნებართვოდ შეღწევა და გასაიდუმლოებული ინფორმაციის უკანონოდ გამჟღავნება. გამოძიების ვერსიით ისინი მოსკოვს იტალიის თავდაცვისა და სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ საიდუმლო ინფორმაციას აწვდნენ. ერთ დღით ადრე იტალიამ ქვეყნიდან გააძევა რომში რუსეთის საელჩოში სამხედრო ატაშეები. იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით ისინი დაკავშირებული იყვნენ იმავე ჯაშუშურ საქმესთან. დღეისთვის სულ ეს იყო. დასასრულს მინდა გთხოვოთ გამოიწვიოთ ჩვენი სოციალური მედიების არხები Facebook-სა და YouTube-ზე. VT-საქართველოს News-ი ლათინური ასოებით. ჩვენ კი გავაგზავნებთ მუშაობას, რომ თქვენამდე მოვიტანოთ თავისუფალი სიტყვა, თავისუფალი ევროპიდან, თავისუფალი საქართველოსთვის. მე ორშაბათამდე გემშვიდობებით დროებით.